1823 წელი. ამერიკის ველური დასავლეთი, მისურის ტერიტორია. ეს არის ეპოქა, როდესაც საზღვრები კანონს არ ექვემდებარებოდა და ადამიანის სიცოცხლე ტყვის ფასად ღირდა. ამ სასტიკ სამყაროში მონატირე და ბეწვის მაძიებელი ჰიუ გლასი ლეგენდად იქცა არა იმიტომ, რომ მოკვდა, არამედ იმიტომ, რომ სიკვდილმა მისი წაყვანა ვერ შეძლო. მისი ისტორია შურისძიების, ღალატისა და ადამიანური გამძლეობის უბადლო მაგალითია. ყველაფერი გენერალ ეშლის ექსპედიციის დროს დაიწყო. გლასი, რომელიც ჯგუფის მზვერავი იყო, მდინარე გრანდ რივერის მიდამოებში მარტო გადაადგილდებოდა. მოულოდნელად, ბუჩხებიდან გიგანტური დედა გრიზლი გამოვარდა, რომელსაც თან ორი ბელი ახლდა. დათვი თავს დაესხა მონადირეს და სანამ გლასი გასროლას მოასწრებდა, მხეცმა ის მიწასთან გაასწორა. ეს იყო სასაკლაო. დათვმა მას ყელი გამოგლიჯა, ფეხი მოატეხა, ზურგი დაუსერა და თავის ქალა გამოაჩინა. გლასმა დათვი დანით მოკლა, ექსპედიციის წევრების დახმარებით, რომლებიც მხმაურზე მოცვიდნენ, მაგრამ თავად ისე იყო დასახიჩრებული, რომ მისი გადარჩენის შანსი ნულს უტოლდებოდა. ექსპედიციის ხელმძღვანელმა, მაიორმა ჰენრიმ, გადაწყვიტა, რომ გლასის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო. მან ორი მოხალისე, გამოცდილი ჯონ ფიცჯერალდი და ახალგაზრდა ჯიმ ბრიჯერი დატოვა, რათა მომაყდავ გლასს ბოლო წუთებამდე თავს დგომოდნენ და ქრისტიანულად დაეკრძალათ. სანაცვლოდ მათ დამატებითი გასამრჯელო მიიღეს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ არიკარასტომის ინდიელების შიშმა და მომაყდავის ლოდინით დაღლილმა ფიცჯერალდმა დაარწმუნა ახალგაზრდა ბრიჯერი, რომ გლასი მაინც მოკვდებოდა. მათ მიატოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მეგობარი, გათხარეს არაღრმა საფლავი, ჩააგდეს შიგნით და, რაც ყველაზე დიდი დანაშაული იყო, წაართვეს ერთადერთი გადარჩენის საშუალება, მისი ლეგენდარული შაშხანა, დანა და აღჭურვილობა. ფიცჯერალდმა და ბრიჯერმა ბანაკში დაბრუნებისას განაცხადეს, რომ გლასი გარდაიცვალა და დამარხეს. მაგრამ ჰიუ გლასი არ მომკვდარა. ის გონს მოვიდა მარტო, მიტოვებული, უიარაღო, მძიმედ დაჭრილი და ნახევრად მიწაყრილი. მას მოტეხილი ფეხი და ინფიცირებული ჭრილობები ჰქონდა, რომლებშიც მატლები ირეობდნენ. სწორედ მატლებმა გადაარჩინეს ის განგრენას. ისინი ჭამდნენ მკვდარ ქსოვილს და ჭრილობას ასუფთავებდნენ. გლასს ამოძრავებდა არა იმდენად სიცოცხლის სურმილი, რამდენადაც შურისძიების წყურვილი. მან დააფიქსირა მოტეხილი ფეხი, შეიკრა ჭრილობები და დაიწყო 320 კილომეტრიანი 200 მილიანი ოდისეა უახლოეს ფორტ კაიოვამდე. პირველი კვირების განმავლობაში ის მხოლოდ მუცლით ხოხავდა, იკვებებოდა კენკრით, ფესვებით და მწერებით. ერთხელ მან მოახერხა და ჩხრიალა გველი ქვით მოკლა და შეჭამა. სხვა დროს ის დაელოდა, სანამ მგლების ხროვა ბიზონს შეჭამდა და შემდეგ მათ ნარჩენებს დაეპატრონა. 6 კვირის ჯოჯოხეთური გზის შემდეგ სიკვდილის პირას მყოფი, თუმცა ცოცხალი ჰიუ გლასი ფორტ კაიოვაში შევიდა. იქ მყოფებმა თვალებს არ დაუჯერეს. მათ წინაშე იდგა კაცი, რომელიც მკვდრად იყო გამოცხადებული. გამოჯამრთელების შემდეგ გლასი დაედევნა მოღალატეებს. მან იპოვა ახალგაზრდა ჯიმ ბრიჯერი, თუმცა დაინდო ის მისი ასაკისა და გულწრფელი სინანულის გამო. შემდეგ მან იპოვა ჯონ ფიცჯერალდიც, რომელიც უკვე არმიაში მსახურებდა. სამხედრო ოფიცრის მოკლა სიკვდილით დასჯადი იყო და გლასი იძულებული გახდა, რომ შურისძიებაზე უარი ეთქვა. თუმცა მან დაიბრუნა თავისი საყვარელი შაშხანა, რომელიც ფიცჯერალდს მოპარული ჰქონდა. ბედის ირონიით, ის 1833 წელს მდინარე იელოუსტოუნზე სწორედ არიკარასტომის ინდიელებთან შეტაკებისას დაიღუპა. იმ ხალხთან, რომელთა შიშის გამოც ის 10 წლით ადრე ცოცხლად დამარხეს.